სიყვარულით მოგესალმებით ყველას და ძალიან დიდი მადლობა. Წინასწრის ოჯახში სტუმრობისათვის არ არის რამე ოფიციალური ლექცია, ეს არის გულიდან გულში შეხვედრა, გულიდან გულში საუბრები, სადაც მარტო ჩვენ არ ვართ აქტიურები, მარტო ის ადამიანი არ არის აქტიური, ვინც ჩვენ დღეს თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს, თავის ცოდნას, ცხოვრებისო შეხედულებებს, სოფხედულობას, ასევე თქვენს უნდა იყოთ თავისუფლად აქ და ყოველთვის შეგიძლიათ გამოცდილების გაზიარებას, კითხვების დასმაც და მოკლედ ეს არის საუბარი, ასე ვთქვათ, გულებს შორის საუბარი. მინდა რომ საყვარელი თიკა წარმოგიდგინოთ, არა ასეც არა ოფიციალურად, არამედ როგორც ჩემი მეგობარი. საყვარელი თიკა მე გავიცანი რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე თვითონ ასე ვთქვათ, ახალი შემოსული ვიყავი, ახალ გაღვიძებული არ ვიყავი, უბრალოდ სამყაროში ადამიანებთან ახალი გამოსული ვიყავი. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გავიარე მანამდე, უკვე დაბოლოებას მიდიოდა ჩემი ტრანსფორმაციული, უდიდესი ტრანსფორმაციული პროცესი და როდესაც მე უკვე სულიერ სწავლებებს გავდიოდი შინაგან პლანზე და მეუბნებოდნენ მასწავლებლები, რომ ნატიფ პლანებიდან რომ აუცილებელი იყო მე მეპოვნა თანამოაზრეები, მეგობრები, თანაშემოქმედები. და მინდა, რა ვიცი, გაგიზარდოთ თქვენს გეცოდინებათ, რომ ძალიან ძნელი იყო რამდენიმე წლის წინ ესეთი მეგობრის მოძიება. თუმცა სამყარო მომიულინა უდიდესი საჩუქრები ძალიან მალე აი ამ მოწოდებიდან და ერთ-ერთი ესეთი საჩუქარი იყო ჩემი საყვარელი თიკა, რომელიც მეწვია როგორც ლამაზი წმინდა ფერადი პეპელა შემოფრინდა ჩემს სასიცოცხლო სივრცეში და პირველ რიგში ჩემი სიცოცხლის, ჩემი სიყვარულიც გაიზიარა და კიდევ თვითონ გამიზიარა უდიდესი თავისი სამყარო. ჩემთვის თიკა არის ძალიან წმინდა გულის ადამიანი, ის ვინც დაბადებულია სამყაროს სიყვარულისთვის და სიყვარულის გაზიარებისთვის ადამიანების მიმართ. ასე ვთქვათ, ჩემს განკურნებაში, სულიერ განკურნებაში დიდი წვლილი მიუძღვის თიკასაც თავისი მეგობრობით, თავისი თანადგომით. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრები გქონდა ხოლმე და აი როდესაც ესეთი ორი ახალი ცნობიერების ადამიანი ხდება ერთმანეთს, ეს შეხვედრა და საუბარი არ არის ხოლმე ჩვეულებრივი, არასდროს გვისაუბრია რაიმე ყოველდღიურ თემაზე და ესეთ რაღაც ჩვეულებრივ ამბებზე, არამედ ჩვენი შეხვედრა ყოველთვის მიმართული იყო რაღაც სულიერი განვითარებისკენ. თავის და უნებურად თვითონ მოდიოდა ეს სტიმულები, შეგონება. ვასრულებდით უამრავ მედიტაციებს, უამრავ ენერგეტიკულ სეანსებს ერთობლივად და ისეთი სასწაულები, საოცრებები ხდებოდა, რომ თითქოს სამყარო თვითონ გვაძლევდა დავალებებს, რომ აი ამ მედიტაციაში რა უნდა გაგვეკეთებინა, ვის დავხმარებოდით და ესეთ ის დავუშვათ, ან რა მოვლენას უნდა დავხმარებოდით და ესე დისტანციურად ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის და სიტუაციის განკურნება შევძელით და ეს პერიოდი არასდროს დამაუცილებლად თიკა, მას შემდეგ რა თქმა უნდა გრძელდება ჩვენი განვითარების გზები, ჩემიც უნიკალური და საყვარელი თიკასიც უნიკალური და სულ მინდოდა რომ მისი გულის გამოცდილებები სხვებსაც გაენახათ, შეეგრძნოთ და ეხლა უკეთ მასშიც დაიბადა ეს სურვილი და ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა თიკა. ძალიან დიდი მადლობა შენ საყვარელში მოსვლისას. მადლობა და თუ რამე გინდა რომ აი გაგვიზიარო რაღაც შენი პირველ რიგში მეც პატარა შესავალს გავუკეთებ. მოგმესი მადლობა შენ ამ შესაძლებლობის მზეონად ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანია აღმოჩენა და სწორედ აღნიშნა მზეონა კიდე ჩემზე წინ იყო, როდესაც მე მასთან მივედი და საერთოდ შედგა ჩვენი ურთიერთობა, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მასთან შედარებით და ეს იყო ჩემი როგორც წინამძღვარი და ძალიან ისეთი საოცარი წინამძღოლობა გამიწია და ისეთ რაღაცებში გამარკვია, რაზეც მე ჯერ კიდე პასუხების ძიებაში ვიყავი და ამაში ძალიან დამეხმარა მზეონა და მადლობა შენ მზეონა ამისთვის. მე რა თქმა უნდა ერთიანი ველი როცა დგება ერთ ტალღაზე მოდიხართ ადამიანები და აზიარებ იმ უმაღლესი რაღაცა ენერგიიდან, რომელიც შენში ვლინდება და როგორც ღვთაებრივი არსი ისე იღვიძებს და იქიდან მოდის ყველაფერი რეალურად ინფორმაცია. და შენ უბრალოდ გამტარიხა, რომელსაც აჟღერებ შენი ენით და შენი პირით და ესეთი საუბრები წეღან რაც მზეონა ზუსტად ამ საუბრებში იყო ეს გამოხატული. ეს არ იყო ნამდვილად ყოველდღიური საუბრები, ეს იყო უმაღლესი ცნობიერებიდან შემოსული
ის ინფორმაციები, რომელსაც ერთმანეთს უზიარებდით და ეს ძალიან ამაღლებული მდგომარეობა იყო, ორივე ვიზრდებოდით ერთად და მადლობა შენ ამისთვის, უსაზღროდ მიყვარხარ და არ არსებობს არ გათენდეს და არ დაღამდეს დღე ისე რომ მე მზეონა არ გამახსენდეს ჩემს შენ როგორც სიყვარულის ყვავილი ისე ხარ ყოველთვის და ამას ყოველთვის გეუბნები და ეხაც გიმეორებ. აიცით დრო მოვიდა როცა აი თითქოს დადგა ის ჟამი, სადაც შენში აი ეს აღმოჩენილი ეს ცოდნა, რომელიც უკვე მრავალგზის გახმიანდა შენში და უკვე იცი რაც ხდება, იცი რაზე უნდა ისაუბრო და აქ უკან დასახევი აღარაფერია და მე ჩემში ეს მომწიფდა, როცა შემიძლია თამამად გამოთქვა ის ყველაფერი, რაც მე გავაცნობიერე, რა გზაც მე გავიარე და ამის გაზიარება ნამდვილად მომინდა და ბოლო შეხვედრაზე მზეონა მეუბნება, რომ როგორ მინდაო ხა აი რასაც საუბრობო, რომ მარტო მე კი არ გისმენდეო, აი სხვებიც ისმენდნენ და არ გინდაო. აი თითქოს ზუსტად უკვე მეც მზად ვიყავი იმისთვის, რომ პირდაპირ მომხდარო, ვაიმე როგორ არა მინდა. და ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის და კიდევ ერთხელ მადლობა და მადლობა ყველას, ვინც ახლა აქ ხართ, ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ენერგია იგრძნობა თითოეული თქვენგანისგან, დიდი სიყვარული, სიწმინდე მოდის და რა თქმა უნდა მზეონასთან ისეთი ადამიანები არც იქნებოდნენ თუ არა აი მსგავსი ენერგიის. ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ? როგორ არა, თავისუფლად. ხო. რა ვამბობ, რომ მოვიდა ჟამი იმისთვის, რომ მე ჩემი განდებილობა, ასე ვთქვათ, დავტოვე და გამოვედი სივრცეში. ეს ყველაფერი განაპირობა იმას ხალხო, რომ ალბათ ყველას ხსმენიათ ასეთი სიტყვები, რომ ჯანსაღს სხეულში ჯანსაღი სულია. და მზეონამაც ახსენა, რომ მაშინ ძალიან დიდი გადატეხის პერიოდი გაიარა, ჯანმრთელობა, რომელიც ასე ვთქვათ, ცოტა ისე ვერ ქონდა კარგად მზეონას. ეს ის პერიოდი იყო, როცა შევხვდით ჩვენ, რომ აი ამ ჯანმრთელობის გაღვიძებაში გამოვლინდა მზეონა, როგორც ანუ ავადმყოფობა ეს სიტყვა მე არ მიყვარს, უბრალოდ ჯანმრთელობა, რომელიც ჩვენს ფიზიკურ მოცემულობაში არ არის ისეთი, რომ მე თავს კარგად ვცნობდი და მზეონა გამოდიოდა აი ამ ეს გამომზეურების პერიოდი ქონდა. ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა, მე ძალიან დიდი წლები ბავშვობიდან ვიტანჯებოდი ალერგიული ასთმით, ალერგიული რინიტით და პირდაპირ სუნთქვასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. და მე ეხლა რომ აქ ვდგავარ და აქ საუბრობ, მხოლოდ და მხოლოდ მაძლევს აი ეს ჩემი განკურნების საშუალება აი ამის პირობას, რომ მე აქ ვიყო და ვისაუბრო. იმიტომ რომ მე ეს გზა, რომელსაც აი ქრისტე ამბობს, რომ გზა თავისუფლება და ჭეშმარიტება, ეს გზა გამოვიარე. და ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი გადის ამ გზას, თუ კი ეძიებს. არ არის ძიება. როდესაც ეს უძველესი სწავლებები, უძველესი ოკულტური და გნებავთ ეზოთერული სწავლებები დაფარული იყო და ეს სიტყვა ზუსტად მას ნიშნავს, რომ დაფარული იყო ეს ცოდნა. დაფარული იყო და იყო ერთეულებისთვის. რატომ იყო ერთეულებისთვის? იმიტომ რომ მაშინ ასე აწყობდა და არა მარტო აწყობდა, ხალხიც არ იყო მზად ამ ყველაფრის გასაგებად, ხალხო. და არ იყო იმიტომ, რომ თვითონ კითხვაც არ ებადებოდა, ვინ ვარ მე. და ესეთი კითხვა არ არსებობდა, ადამიანს არ უჩნდებოდა ბუნებრივად. და როდესაც ეს კითხვა არ გიჩნდება, მაშინ არც ინტერესდები საერთოდ ვინ ახარ, რატო ხარ, დასაკეთებ, ვინ არის ის შენს გვერდით როა და მუდმივად ნერვებს გიშლის, ვინ არის შენს გვერდით როა და მუდმივად სიყვარულს გაძიარებს, ხო? მოდი ხეჭი. გამარჯობა. მოიტანე. მოდი აქ საკილი და დაჭერე. მოდი, იგი არის. და ზუსტად აი ეს დაფარული ცოდნა ერთეულებისთვის იყო, იმიტომ რომ ზუსტად იმ ერთეულებს აინტერესებდათ ეს ყველაფერი და მათთაც იყო. და მათ იპოვეს კიდეც პასუხი, იმიტომ რომ ეს გზა არის, რომელიც უნდა გაიარო. და ვინაიდან ეს ყველაფერი მაინც დაფარული იყო, ეხლა აღარ არის. და დიდი ხანია ამას ფარ დაეხა და დიდი ხანია უკვე არსებობს ნებისმიერი რაღაც საშუალებების სწავლებები, ის წიგნებიც, რომელიც არ იყო გამომზეურებული, ეხლა ხელმისაწვდომია და ადამიანს ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, რომ მისწვდეს ამ ინფორმაციას, გამოსცადოს, გააპრაქტიკოს და ასე შემდეგ.
და აი ჩვენი შეხვედრაც მე და მზეონას შეხვედრაც უბრალოდ უკვე ჩვენ რაღაცა ცოდნა და რა თქმა უნდა მზეონა ჩემზე წეღანაც გაცილებით წინ იყო და ამას გაცილებით დიდი ცოდნა ჰქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მე უფრო პატარა ვიყავი და აი ეს ჩვენი ურთიერთობა გარდაიქმნა რაღაცა ძალიან დიდი ეტაპები შემოვიდა მე ჩვენს ცხოვრებაში ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით ეხლა და ყველა იცით და კიდე განმეორდები რომ ადამიანი როდესაც იბადება მოდის სუფთა ცნობიერება, სუფთა ფურცელი ასე ვთქვათ და მე ამას ეხლა უფრო ვხდები. ადრე უფრო თეორიის დონეზე ვხდებოდი და ვაცნობიერებდი ამას. ეხლა უკვე ჩემია, გავიშინადნე ასე ვთქვათ. და როდესაც მოდის ესე იგი ორი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ერთი მოდის თავისი კარმის გასასწორებლად, ის სულს რო რაღაცა გაკვეთილები აქვს გასავლელი, იმისთვის რომ გასუფთავდეს. მიაღწიოს უსაზღვრო სინათლეს, რასაც შეიძლება შემოქმედი უწოდეთ და ღმერთი უწოდოთ და მეორე მოდის გენეტიკური კოდის გასასწორებლად. აი რომელ გვარშიც ჩვენ ვიბადებით ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით ამ გვარში არ ვჩნდებით და არ ვიბადებით, ჩვენ გვევალება ასევე აი ამ გენეტიკური კოდის დამუშავება, ასე ვთქვათ. და კიდე ერთი სად ვიბადებით, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენ საქართველოში. და აქ ვართ საჭირო, იმიტომ რომ აქ დავიბადეთ. ანუ ეს ვიბრაციები ჩვენ რასაც გამოვავლენთ, აქ არის საჭირო. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და აი სუფთა ცნობიერება, რომელიც იბადება, ეს არის ერთგვარი შანსი იმის, რომ ჩვენ მივაქციოთ უსაზღვრო სინათლეს, მაგრამ ადამიანი როდესაც იბადება 3-4 წლამდე კიდე აქვს ეს ცნობიერება გახსნილი, ეს ინგრიფოს ცენტრი, რომელიც ალბათ ბავშვებთან შეხებაც იგექნებათ, ყველას გეცოდინებათ, რომ აი ეს ადგილი აქვს ბავშვს ძალიან რბილი. შეხები ხართ იცით, ხო? კი ბატონო, ყიფლი ბანდი და აი ეს ყიფლი ბანდი გახსნილია. ანუ გახსნილი რას ნიშნავს? ბავშვს პირდაპირ კავშირი აქვს სამყაროსთან, შემოქმედთან, ღმერთთან გნებავს. და დროთა განმავლობაში ეს ყიფლი ბანდი იხურება, მყარდება და შესაბამისად აღარ არის ისეთი წვდომა, ანუ კავშირი ერთგვარად წყდება, იმიტომ რომ ბავშვი იზრდება რაღაცა ჩარჩოებით, ყველაფერი ჭუის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ბავშვი ასე ვთქვათ, თავისი ცნობიერებით, რომელიც რეალურად უნდა გაფართოვდეს, კი არ ფართოვდება, ვიწროვდება იმ სივიწროვეზე ვსაუბრობ, სადაც მე პირდაპირ რეცეპტები მაქვს ცხოვრების მოცემული. აი მშობელი რომ მეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთო და ეს არ შეიძლება და მთლიანად აი ამ ჩარჩოებში ვექცევით ბავშვები. და მხოლოდ მშობლები არა, აი ვინც ჩვენს გარშემო აბსოლუტურად ყველა განაპირობებს ამას და ყველა საკეთკენ მივყავართ, რომ ყველა თავის აზრს გვახარს. და საბოლოოდ ჩვენი აზრი ასე ვთქვათ, გავიწყდება კიდეც. და იცით, ღმერთი რა არის? ღმერთი ეს შემოქმედია და ღმერთი, როდესაც ქმნის ადამიანს და როდესაც ღმერთმა ადამიანს შექმნა, მასში ჩადო ის მარცვალი, რომელსაც შეიძლება შემოქმედებითი მარცვალი უწოდოთ ჩვენში. და ამბობს ღმერთი, რომ მე შენ გქმნი ჩემს სახით და ხატად. და შექმნა ადამიანი. ანუ ღმერთი თუ შემოქმედია და ღმერთი თუ ქმნის და ჩვენ თუ ღმერთი შევქმნელები ვართ, ჩვენში ყველაში ჩადო ეს მარცვალი. და აი ეს მარცვალი, რომელიც ყველა ადამიანში დებს აბსოლუტურად, ჩვენ როდესაც დავიბადეთ და როდესაც აი ამ ბრძოლაში აღმოჩნდით, ჩვენ გადავმალეთ, საგულდაგულოდ დავმალეთ ეს მარცვალი, ეს ღვთიური არსი, რომელიც ყველაშია აბსოლუტურად. დავმალეთ და აღმოჩნდით იმ ბრძოლაში, რომ იცი რა, მე ახლა მწყინს, მე ახლა აბრაზებული ვარ, მე მიშინია, მე მშურს და აი ამ ყველაფერში აბსოლუტურად ჩვენს გარშემო რაც ხდება, ხო? აი ეს მარცვალი დაიმალა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დავმალეთ, რომ ეს ხელშეუხებელი ყოფილიყო. მაგრამ იცი რა, მე ადამიანის სიმშვიდეს ვეღარ ყოფს და ეს მარცვალი საერთოდ ავიწყდება. და თუ არ ავიწყდება, ის იმდენად საგულდაგულოდ აქვს დამალული, რომ იმისი გამოტანა, ის რომ იპოვოს და მიაგნოს, აი ესეც უჭირს ადამიანს და უჭირს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ნეგატიური გამოცდილებებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ადამიანი ნახეთ,
ქრისტე რო ამბობს, რომ გზა თავისუფლება და ჭეშმარიტება, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა აი ამ გზაზე, რა გზასაც ჩვენ თვითონ ვიქავდივართ, უნდა განთავისუფლდეთ, რისგან უნდა განთავისუფლდეთ. აი ზუსტად იმ ჩარჩოებიდან, მაგრამ არა მარტო ჩარჩოებიდან, იცით, განთავისუფლება საჭიროა ყველა ნეგატიური ასპექტიდან აბსოლუტურად, რომელიც ბლოკავს და რომელიც არ გვაძლევს აი მაღალ სიხშირებზე ავიდეთ და ჩვენ ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, გავხდეთ გაცნობიერებით. აი გზა, როდესაც ადამიანი აი ამ გზას შეუდგება და აი ბავშვობიდან მოვდივართ დღემდე, ხო? გზა არის მძინარე გზა და ცოდვა არის მძინარე მდგომარეობა. ცოდვა სხვა არაფერი არ არის, თუ არა მძინარე და გაუცნობიერებელი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ესე იგი განვიცდით ყველაფერს ნეგატიური ასპექტიდან უყურებთ, ზიანდებით, ხუბობ, კამათობთ, ანუ ნებისმიერ ნეგატიურ ემოციას განვიცდით და ვაძლევთ აი ამას უფლებას, რომ გამოვლინდეთ ჩვენში ეს ნეგატივი. ჩვენ ვართ მძინარე მდგომარეობაში. და აი ეს მძინარე მდგომარეობა არის ასევე ეგოს თამაში. ადამიანი ეს ეგოა. ჩვეულებრივი მძინარე ადამიანი. ეგოს თამაშებია ეს ყველაფერი. ეგო არის სურვილები, მიჯაჭვულობები ადამიანებზე, მოვლენებზე და იმ სურვილების იმ ნუსხაზე, რომელიც უყვარს ადამიანებს და ეს ნუსხა პირდაპირ მნიშვნელობით ტანჯველია. დამარცხებული. კამები შეგიძლიათ მოწიოთ ახლოს და ტანჯვა ეგოს თამაშები, იმიტომ რომ ეს არის მიჯაჭვულობა, ეს არ არის ჯანსაღი და ვინაიდან აი ამ ტანჯვაში ატარებს ადამიანის ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ამ მიჯაჭვულობაში და აი ამ ეგოს თამაშებში და მუდმივ მინდაში ჩვენ ძალიან ღრმად გვძინავს და ვერ ვაცნობიერებთ, ისიც კი არ ვიცით ის რაღაცა რატო გინდა, რეალურად არ ვიცით რატო გინდა. უბრალოდ აყოლილი ვარ, იმას რო აქ მეც მინდა. იმან ამას მიაღწია, მე რატო ვერ მივახცევ და შური, რა უბედურებაა ეს შური. შური ეს ყველაფერი, შური და ნებისმიერი ნეგატიური ემოცია საფუძველი არის შიში. აი მე რომ მშურს ვიღაცის კარგი და ვიღაცის მიღწევა, იმიტომ მშურს რომ მე მეშინია რომ არასაკმარისი ვარ, რომ მე ვერ მივახცევ. და ეს შიშია საფუძველი. ასევე ბრაზი რა არის? ბრაზი არის ესეც შიშია საფუძველი ბრაზის, იმიტომ რომ მე რო ვბრაზდები რაღაც ან ტერიტორიული კონფლიქტი მაბრაზებს, ან უსამართლობის განცდა მაბრაზებს. ნახეთ? ან რაღაცა თავდასხმის პოზიციაში ვიღაცა მესხმის და ის მაბრაზებს. და ესეც შიშია საბოლოო ჯამში. აი რომ წინს, ამასაც შიში უდევს საფუძვლად და ყველა ნეგატიურ ემოციას აბსოლუტურად შიში უდევს საფუძვლად. აი ზიზღსაც კი. ანუ ზიზღი რა არის? მე რაღაც ან ვიღაცას არ ვიღებ, იმიტომ რომ მეშინია რომ ვიღაცა რაღაცას დამიშავებს და მე ზიზღება, აი ასე პოზიცია მაქვს. არ ვუშვებ, მეშინია. და ეს ყველაფერი აბსოლუტურად შიშია. ოღონდ გაუცნობიერებლად, ჩვენ მხოლოდ ვეძახით, რომ მეც კიდე გავბრაზდი, მეშინია ან რაღაცა, მაგრამ შიშია, რეალურად შიშია. შიში არის ძალიან ესეთი საინტერესო ენერგია და ქრისტე ამბობს, რომ შიში არის ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ცოდვა. და მოგვიწოდებს, რომ იცი რა, შენ თუ გინდა რომ აი ამ გზას, რომელსაც ქრისტე ახსენებს და აი ამ გზაზე განთავისუფლდე, აი ამ შიშის საპირწონე საშუალებას გვთავაზობს სიმამაცეს. შიში არის 100 ჰერცის სიხშირის ვიბრაცია და მისი საწინააღმდეგო არის სიმამაცე 200 ჰერცის სიხშირი აქვს. ესე იგი სიმამაცით შეგვიძლია ჩვენ დავუპირისპირდეთ კი არა. არა, ეს ენერგია, რომელიც შიშის ენერგია, ჩვენ ავიტანოთ ზემოთ, რათა აი ეს გზა, რომელიც თავისუფლებას მოითხოვს საბოლოოდ, რომ ჭეშმარიტებას ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, ეს არის ზუსტად ის მომენტი, სადაც მე სიმამაცე უნდა გამოვიჩინო მხოლოდ და მხოლოდ. და ის სიმამაცეს როცა გამოვიჩენ, სიმამაცე უკვე არის ის გზა, სადაც მე მაქვს საშუალება, რომ რაღაცეები გავაცნობიერო და ეს არის ძილგვიძილის მდგომარეობა, ეს არ არის ჯერ გამოძებული მდგომარეობა. აი ცოდვა თუ არის მძინარე მდგომარეობა,
სიმამაცე უკვე არის ის, რომ მე ძილგვიძილის მდგომარეობაში გადავდივარ. და ძილგვიძილის მდგომარეობაში მე აი ესეთი განცდები მეუხლება, რომ იცი რა, მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ. და სინანული მოდის მერე. სინანული მოდის იმის, რომ იცი რა, შენ ხვდები, რომ ამ გზაზე შენ თუ ყველაფერი ცუდად მიგდის, ესე იგი რაღაცა არ არის რიგზე და ამიტომ მე რაღაცა უნდა გამოვასწრო. და აი ამ გამოსწორების გზაზე ძილგვიძილის მდგომარეობაში მე თავიდან ბოლომდე ეს სინანული მივიძგებს იქიდან, რომ ახსარება რა არის, რომ ახსარება ეს გამარჯობა, ჩემ საკუთარ თავში, მე არ ვიძახი, რომ მღვდლებთან იაროთ და სინანული დაახსარეთ, თუმცა რა თქმა უნდა, მე ამას არ უარყოფ, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად სუბიექტურია, შეგიძლია კიდეც ეს გაკეთოთ, მე მაგას არ უარყოფ, მაგრამ მე ვიძახი ახსარებას, რომელიც საკუთარ თავთან აღიარებ, რომ იცი რა არასწორად ვიცხოვრია. და აი ამ ახსარების მერე მოდის ზიარება, როდესაც შენ უკვე ეზიარები უმაღლეს ჭეშმარიტებას. ოღონდ როგორ ეზიარები? ანუ იმ თავისუფლების გზაზე, გზა თავისუფლება და ჭეშმარიტება, თავისუფლება ნიშნავს, რომ მე განთავისუფლდე ყველა ნეგატივს. და ეს არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი. ის ძალიან რთულია. ძალიან რთულია. და ეხლა რომ დავიწყე იმ სიტყვებით, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ზუსტად ეს არის ის გზა და თავისუფლება, სადაც მერე ადამიანი იკურნება. აი რომ განთავისუფლდები, ადამიანი უკვე ჯანმრთელია. იმიტომ ჯანმრთელი, რომ შენი ვიბრაციების დონე იმდენად მაღალია და იმდენად სპეტაკდები, როგორც ენერგეტიკული არსება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ენერგიისგან შევდგებით. ჩვენ სიხშირეები გვაქვს, ხო? და ყოველ ემოციას, ყოველ აზრს ჩვენ რასაც ვატარებთ, რასაც განვიცდით და ყოველ მოქმედებას თავისი სიხშირე აქვს. მე თუ დაბალ სიხშირეზე ვარ, რომელ ჭეშმარიტებაზეა საუბარი, მე ვერაფერს ვერ ჩავწდები და ვერც გავაცნობიერებ, იქნები მძინარე. მაგრამ შენ თუ ამ გზაზე დგეხარ და შენ გინდა რომ ჭეშმარიტებას ჩასწრე და გააცნობიერო, შენ თუ გინდა რომ გაცნობიერებას გამარჯობა მიაღწიო, მაშინ ეს სიხშირეები უნდა გაზარდო. ეს არის გასაღები. ქრისტე პირდაპირ გვაძლევს მატრიცის გასაღებს. პირდაპირ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თეორიის დონეზე დავატარებთ ამ გასაღებს და პრაქტიკაში ამის გამოვლინება გვიჭირს. ძალიან საინტერესო ის არის, რომ ამ გზისგან განთავისუფლება შენ სურვილზეა დამოკიდებული. აი რამდენიც არ უნდა მოისმინო, რამდენიც არ უნდა აპრაქტიკო, შენ თუ ამ ყველაფერს არ უდგები პასუხისმგებლობით, არაფერი არ გამოვა, იცი, შენ თვითონ მზად უნდა იყო, შენ თვითონ ერთხელაც უნდა ადგე და ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუ ნამდვილად გსურს ამ ყველაფერს ჩასწრე და გააცნობიერო. ადამიანი, ნახე, ჩვენ ვართ ემოციური არსებები და ემოცია ინსტინქტურია. ემოცია ავტომატურ რეაგირებას გვაძლევს აბსოლუტურად და ჩვენ ემოციის მსხვერპლი ვხდებით. როდესაც აი ემოცია უცბად მოხდა, რაღაც აფექტში ჩაგვაგდებს და ჩვენ გაცნობიერებულად კი არ დავდგებით, დავაკვირდებით. არა, ავტომატურ რეაქციაში მოგვიყვანს და всё, ჩათვალე, რომ ემოციის მსხვერპლი ხარ. და ემოცია საით წაგიღებს, რომელი ემოცია მაგის მიხედვით სადღაც გვაგდებს ეს ემოცია. თუ ნეგატიური ემოცია, რა თქმა უნდა, ნეგატივში ჩავ, თუ პოზიტიური ემოცია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და სხეულშიც ძალიან კარგად გრძნობ თავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყურადღება არის საჭირო და ყურადღების უმაღლესი ფორმა არის დამკვირვებელი ცნობიერება. ნახე, მე კი ვარ ყურადღებით, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი. ეს არის ცნობიერებას, როდესაც შენ გადაიყვან დამკვირვებლის პოზიციაში. ნახე, ყველა აზრი, ყველა მოქმედება, ყველაფერი ეს აღქმები, საიდან მოდის? აღქმა მოდის აი იმ სიხშირული ველიდან, აი იმ წარსული გამოცდილებიდან, აი იმ ცოდნებიდან, რომელიც მრავლად ჩვენში როგორც ჩარჩოები ესე ჩადეს და როგორც ჩაბლონები, ვინც გავგზარდა და საიდანაც საერთოდ მოვდივარ, ეს ყველაფერი არის ზუსტად მაგისი ბრალი, რომ მე ესეთი აღქმა მაქვს.
და აქმა მაშინ იცვლება და აქმა სუბიექტურია აბსოლუტურად. ნახე, ჩვენ ერთი და იგივე გარემოში ვარ, მაგრამ აი რო გკითხო შენ და ანუ ყველას თავისი აზრი რო გკითხო, რომ ეხლა აი ამ ყვავის რო ხედავთ, ამით წერეთ როგორია, ყველა რაღაცა თავისებურად აღწერს ამ ყველაფერს. ანუ აბსოლუტურად სუბიექტურია, გამარჯობა. აბსოლუტურად სუბიექტურია ჩვენი აღქმები. მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მე აი ეს ჩემი ცნობიერების დონე, რა ცნობიერების დონეც მაქვს, ეს არის ის, რაც მე აი ამ აღქმას მიყალიბებს. აღქმის მერე მოდის აზრი ჩნდება. აი მე რო აღვიქვი და აღქმა საიდან მოდის, ჩვენ ხუთი შეგრძნების ორგანო გვაქვს, ხო? თვალი, ყური, სმენა, ყნოსვა, ნუ შეგრძნება, ხო, შეხედით. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ თვალი და ყური. ანუ თვალით ვხედავ აღვიქვი, ყურით მოვისმინი აღვიქვი. დანარჩენები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ესეც ძალიან არა როგორც თვალით და ყურით დანახული და მოსმენილი. და აი ეს რო აღვიქვი გამიჩნდა აზრი, აი ამ აზრს მოსდევს მერე ემოცია და ემოცია წარმოქმნის ენერგიას, რომელიც სხეულში ტალღა, სიხშირეა. და გააჩნია რა ემოციას გამოიწვევს ის აზრი. წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ამხელა კავშირშია, ანუ მთლიანად ჩვენ რასაც ვატარებთ, ეს არის ენერგია, მხოლოდ და მხოლოდ ენერგია. გამომდინარე იქიდან როგორი აღქმა გვაქვს. სხვა არაფერი არ არის. და აი ამ ენერგიის წყალობით ჩვენ ვართ ან ჯანმრთელები, ან ავადმყოფები. სხეულებრივ დონეზე ვსაუბრობ ახლა. სხეულში ან ავადმყოფობას გრძნობს ადამიანი ან ჯანმრთელობას. და ამაზეა დამოკიდებული და როცა ადამიანი უკვე ჯანმრთელობის გზას ადგება, ესე იგი ის ჯანმრთელობის გზას ვერ დაადგება ექიმებთან სიარულში და მედიკამენტების მიღებით. ჩვენ როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ანუ ჩვენ დავდივართ 1000 ექიმთან და გამოსავალს ვეძებთ, რომ აიმე გვეშვებს. მაგრამ ფიზიკურ სხეულს და მე ეს გზა გავიარე, ბავშვობიდან ვიტანჯები ჯანმრთელობის პრობლემით. ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება, გამარჯობა და მე დაურბივარ გიჟივით, ხან ერთ ექიმთან, ხან მეორესთან, ხან მესამესთან და ჩემთვის გამოსავალი ვერ დადგა. და ბოლოს მივხვდი და გავჩერდი. რას ვაკეთებ? როგორ შეიძლება მე, როცა სხეული დავაავადმყოფე, თუ ამის მიზეზი ჩემი ენერგია, ჩემი აღქმებია, ის ენერგია, რომელსაც მე ყოველდღიურობაში ვატარებ, თუ ის არის დამნაშავე და ის ენერგეტიკული დონე განაპირობებს ჩემს ჯანმრთელობას ან პირიქით ჯანმრთელობის გაუარესებას, ესე იგი მე რა უნდა გავაკეთო? აი სადაც ვაშავებ, იქ უნდა ჩავიდე. და მე ჩავედი ზუსტად იმ აღქმებში, მე ჩავედი იმ ემოციებს შევეხე, მე იმ აზრებს, რომელსაც ჩემში ყოველდღურად ვატარებდი, აი იქ მივხვდი, რომ მე იქ ვიყავი დამნაშავე და არავინ სხვა აბსოლუტურად. მე რო ადამიანი მეგზავნება იმისთვის, რომ იცი რა, ეხლა ვიღაცა მაბრაზებს, ვიღაცა ჩემში წყენას იწვევს, ვიღაცა რაღაცა 1000 უარყოფით ემოციას იწვევს, ხო? ამ ყველაფრისთვის მე მადლიერი გავხდი, ხო? იმიტომ გავხდი მადლიერი, რომ აქ მხოლოდ ერთ რაღაცას აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა იმ მარცვლის, აი ეხლა რო დავიწყე საუბარი, რომელიც საგულდაგულოდ გადავმალეთ, აი იმ მარცვლის პოვნაში გვეხმარება ჩვენ ყველაფერი, რაც გვეძლევა ცხოვრებაში, ნეგატიურ გამოცდილებებს გულისხმობ. იმიტომ რომ შენ იღვიძებს უკვე სხვა გზა აღარა გაქვს, შენ ჯანმრთელობა როცა ძალიან ისე გიყვირის რომ მიშველე სხეული პირდაპირ ცუდად ვარ, ავად ვარ. შენ აქ უკვე გამოფხიზლების მდგომარეობაში მიდიხარ. ხიზლდები აქ უკვე. რომ რა ხდება? და ის ძილღვიძილის მდგომარეობა შენ იმ შენ ღვთიურ არს, რომელიც მარცვლის სახით ღმერთმა ჩვენში ჩადო, როგორც შემოქმედი, ანუ ჩვენ გვეუბნება პირდაპირ რომ ქმნით ჩემს სახეს და ხატად. შემოქმედი ზუსტად აი ამ მარცვალს, როცა გვიდევს ჩვენი ღვთიური არსი გვახსენდება, ეს ჩვენშია. და ეს იწყებს მერე გამოვლინებას და გამოხრწინებას. და ძალიან საინტერესოა, რომ აი ამ გზაზე, როცა შენ უკვე ფიქრობ, რომ ესე იგი, მე ყოფილი ვარ ამ ყველაფერში დამნაშავე. მე ეს ყველაფერი მეძლეოდა, რომ მე გამეღვიძა. და აი ამ აღქმებში, აი ამ აზრებში, აი ამ ემოციებში დაუმშვიდებულიყავი და როდესაც სიმშვიდეს მოიპოვებ, ზუსტად მაშინ
იხსნება აი ის კოდი, ღვთიური კოდი შენში და ის ყვავილდება, ის უკვე გამოვლინებას იღებს. სხვა სიხშირეებზე გადადიხარ. აი ყურადღება, წერა რო ახსენე ყურადღების უმაღლესი საფეხური დამკვირვებელი ცნობიერება, აი იმ ცნობიერებასთან წდომა გვაქვს უკვე. იმიტომ გვაქვს იმ ცნობიერებასთან წდომა, რომ ჩვენი სიხშირის დონე სხვანაირი გახდა, შეიცვალა, სუბიექტური იცვლება რეალობით. ესა ბოდიში ობიექტური. ანუ მე რო სუბიექტური ახმები მქონდა ყველაფერზე, ეხლა ცოტა გამოვედი, დავშორდი, ვაცნობიერებ, რომ ჩემი არ არის ის აზრი, რასაც ვფიქრობ, ჩემი არ არის ემოცია, რაც მე შიგნიდან მაქვს. გამოვდივარ და ზევიდან დავყურებ ამ ყველაფერს და ეს უკვე ობიექტური აღქმაა. და ეს ობიექტური აღქმა არის ზუსტად აი ეს ჭეშმარიტებასთან წდომა, რომელიც ყველა ჩვენგანს აინტერესებს, აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს და ყველა ჩვენგანი მაგეთკენ მივიძებ. იმიტომ რომ ეს არის ევოლუციის კანონი. ადამიანი როდესაც იბადება და მრავალგზის იბადება იმისთვის, რომ გასუფთავდეს, იმისთვის, რომ მიაღწიოს იმას. ჩვენ ისი ნაწილი ვართ. წარმოიდგინეთ უზარმაზარი ფაზლი. აი ყველანი ის ნაწილები ვართ, იმ ფაზლის ნაწილები ვართ. მე ცალკეულად არაფერს არ წარმოვადგენ. ჩვენ ცალკეული არაფერს არ წარმოვადგენ, ჩვენ ერთიანი ვართ ყველანი. და ერთიანის ნაწილი ვართ. ჩვენ ღმერთის შვილები ვართ. ღმერთმა ჩვენ შექმნა თავის ხატით და სახით. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაცნობიეროთ ჩვენში. აი ეს ღვთიური არსი, რომელიც ჩვენში დაფარულია, ეს უნდა ვიპოვოთ და გავაყვავილოთ და როდესაც ქრისტე ამ ყველაფერს აღწევს, გაიარა გზა, განთავისუფლდა და ჭეშმარიტებას ეზიარა, რა შეეძლო ქრისტეს? ყველაფერი. რომელ ეგოზია საუბარი? ერთი ხელის დატკაცნებით ყველაფერი ხდებოდა. დატკაცუნებაც არ უნდოდა, გაიაზრებდა და ყველაფერი ხდებოდა. გაიხსენეთ ყურს როგორ ამრავლებდა, თევზს როგორ ამრავლებდა. წყლის ღვინოთ გადაქცევა გაიხსენეთ. გაიხსენეთ როგორ კურნავდა ყოველგვარ ჩაბუდებულ ბოროტებას ადამიანებში. კუდრეთით რა თქმა უნდა, ყოველგვარი ეს ყველაფერი საოცრება იყო, მაგრამ ეს საოცრება ადამიანური დაბალი დონის ცნობიერებიდან საოცრებაა, თორემ მისთვის ეს საოცრება არ იყო, მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ ის იყო უმაღლესი სიხშირის ვიბრაცია, როგორც ცნობიერება. და ნებისმიერ შემთხვევაში და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა საბოლოო ჯამში, რა მოხდა? ქრისტე ამაღლდა. თავისი ფიზიკური მოცემულობიდან ის სინათლის სხეულში გადავიდა და ყველაზე სასწაული ეს არის ხალხო. აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სასწაული ეს არის. რა თქმა უნდა, ქრისტე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ იცი რა, მე მამაში ვარ და მამა ჩემშია და თქვენ შეგიძლიათ ყველას იყოთ მამაში და მამაც იქნება თქვენში. და ეს ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენზეა აბსოლუტურად დამოკიდებული, ჩვენ რა გვინდა. და ჩვენ თუ გვინდა რომ მივახციოთ ჭეშმარიტებას, ჩვენ პირველ რიგში აი ამ პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ აი ამ ყველაფერს, რომ ჩვენ ქრისტეები შეიძლება ვერ გავხდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქრისტე ამ გასაღებს გვაძლევს. პირდაპირ როგორ გამოვიდეთ მასწავლეს. სიყვარულია ის ერთადერთი გზა, რითიც მე და აი აქ ნებისმიერი თქვენგანი შეგვიძლია გავხდეთ ის, ვინც ვართ კი არა, აი ვაჯობოთ იმ ჩვენ თავს, როგორებიც ვიყავით და აუმაღლდეთ. მაშინ ხარ შენ ჯანმრთელი, მაშინ ხარ შენ უმაღლესი არსება, შენ მაშინ შეგვიძლია უწოდე და მაშინ შეგვიძლია თქვა, რომ მე ღმერთის შვილი ვარ, მანამდე ადამიანი ამას ვერ ხდება. აი დაფარული რო იყო ყველა ცოდნა და ადამიანი კითხვასაც არ სვავდა, ვინ ვარ მე? აი ამ გაღვიძებული მდგომარეობიდან შენ უკვე იცი ვინ ხარ. შენ ხარ ის ღმერთის შვილი, შენშია ის ღმერთი. და შენც ხარ მასში. და აი ამ ერთიან სურათს აღიქვავ, რომ შენ სამყაროში და ვიღაცა დანაწევრებული შენთვის და მე ჩემთვის კი არა ვარ, არა. აცნობიერებ, რომ შენ სამყაროს ნაწილი ხარ. უსაყვარლესი ნაწილი, იმიტომ რომ ღმერთმა ყველა ადამიანი ესე შექმნა. არ გამოურჩევია ღმერთს, რომ შენ ჩემთვის კარგი ხარ, შენ არ ვარგი ხარ და ასე შემდეგ. ღმერთისთვის ყველა ერთი ვარ. და სიყვარულია ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ სიყვარულამდე რომ მიხვიდე, სიყვარულს კიდე თავისი საფეხურები აქვს, თავისი უმაღლესი საფეხურები აქვს. უმაღლესი საფეხური ქრისტეს ცნობიერება, რაც ქრისტემ შეძლო საბოლოოდ სინათლის სხეულად რომ გარდაიქმნა.
მაგრამ ქრისტე გვეუბნება, რომ იცი რა შენიყავი მადლიერი. აპატიე. მაგრამ ვის უნდა აპატიო? ნუ თუ მართლა იმას, ვინც გვერდში ყავს და ნერვებს გიშლის 24 საათი. არა. საკუთარ თავს. საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ ის მძინარე მდგომარეობა, სადაც შენ ვერაცნობიერების ვიღაცა რატოა შენთვის გამოგზავნილი. არა, ვერაცნობიერებ. საკუთარ თავს უნდა აპატიო ზუსტად ის ყველაფერი, რომ შენ როცა მძინარე ხარ, ვერ ხვდები ბევრ რაღაცას. და საკუთარი თავის პატიებით უნდა დაიწყო. ის ვიღაცა ჩვენ ყოველდღიურობაში რაღაცა ნეგატიურ ემოციას რომ გამოგვატარებს, ეს ყველაფერი არის გამოსაფხიზლებლად. გვეგზავნება. და გეგზავნება მანამ, სანამ არ გავიღვიძებ. ეს არის დაუსრულებელი პროცესი, მანამ სანამ არ გაიღვიძებ. მანამდე ხარ, სანამ არ გაიღვიძებ. განრიდება ეს ერთგვარად კარგია, იმიტომ რომ შენ თუ ფიქრობ, რომ ის შენ არ გემსახურება, შენ უბრალოდ გაერიდები, მე მქონია ესეთი შემთხვევა. მე ჩემი პირველი ოჯახი მაგიტო დავტოვე ზუსტად. ნახეთ როგორ არის. აი ნახეთ როგორ არის. ჩვენზე რაღაცები არის დამოკიდებული, მაგრამ რაღაცები არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ რო შემოვდივართ, ანუ ბედის წერით შემოვდივართ, მაგრამ გვაქვს თავისუფალი ნება. მე რო ის რაღაცა მეგზავნება, ის კონკრეტული ადამიანი და მე მასთან ერთად რაღაცა ცხოვრების გზა უნდა გავიარო, გავდივარ ზუსტად იქამდე, სადამდე საჭიროა და ბოლოს ათქები და შენ გზაზე წავალ. არაფერი აქვს. ფული და ესეთი ამოღზე. იცით რა, ესეც თქვენზეა დამოკიდებული. შემდეგი ცხოვრება საერთოდ გინდათ თუ არა. და როდესაც უმაღლეს ცნობიერებას აღწერს ადამიანი, ის აღარ იბადება. მაგრამ ჩვენ ყველანი, ვინაიდან ამ საკითხებით ვართ დაინტერესებულები, მაინც მე მგონია, რომ ყველა აქეთ მიდის, რომ ეს იყოს ბოლოს და ბოლოს დასასრული. რატომაც არა. როდემდე უნდა ვიაროთ წრეზე. და ეგ არის საკუთარი თავის პატიება. მაგრამ მე ყველას პატიობ. მე ის მნიშვნელოვანი აღარ. აი შენ როცა შენ საკუთარ თავს აპატიებ ამ ყველაფერს, მე ყველა გიყვარს. გული გეხსნება. ერთხელ მახსოვს, ეს მოხდა ალბათ 1-4 წლის უკან. გათენდა დილა და არ ვიცი, იმხელა ენერგიას გძნობ სხეულში და იმხელა სიყვარულს გძნობ, რომ არ ვიცი, აი ვეღარ ვიტევ ამ სიყვარულს და გამოვედი აივანზე და აი ყველას ვისაც ვუყურებ, იქ ჩიტმა გაიფრინა, იქ ძაღლი, იქ კატა, იქ ვისაც კი მოვკარი თვალი. ხეებსაც კი. და აი მე იმხელა ერთიანობას გძნობდი ყველაფერთან და იმხელა კავშირს გძნობდი, რომ აი მეთქი ღმერთო ეს ყოფილა სიყვარული და აი ზუსტად ეს გულის ცენტრი როგორიც ხნებოდა და აქ რამხელა ვიბრაცია შემოდიოდა ჩემში, არ ვიცი, მაშინ მივხვდი რომ მე გულის ჩაკრა გამეხსნა თემატილაში და იმხელა ვიბრაცია იყო ეს რომ ტიროდი და ეს ტირილი თავისით ხდებოდა, აი ვიწმინდებოდი აი ამ ტირილში და ვაცნობიერებდი რომ ეხლა ჩემში რაღაცა უდიდესი ტრანსფორმაცია ხდებოდა. და მე ყველა და ყველაფერი მიყვარდა და მე იცით როგორი განცდა მქონდა, აი კი არ ვანსხვავებდი რომ ის ვიღაცა სხვა იყო, არა, მე როგორც ჩემს ნაწილებს ყველას ისე აღვიქვავდი. აბსოლუტურად როგორც ჩემს ნაწილებს. აბსოლუტურად კი. რა თქმა უნდა მეც მქონდა ეგ ეტაპი, აი ეგ მდგომარეობა რო დასრულდა, მე უამრავი სხვა რაღაცები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რაც რა თქმა უნდა აი ამ მდგომარეობიდან ჩამომაგდო. მაგრამ მე ხლა ძალიან ღრმად გავაცნობიერე ერთი რაღაც, რომ როგორ შევინარჩუნო ეს ჩემი უმაღლესი მდგომარეობა, უნდა შეინარჩუნო ზუსტად აი ყურადღება რო ახსენე და დამკვირვებელი ცნობიერება. მხოლოდ ეს კი არა, აქ და ახლა ყოფნა. მე რომ ნახეთ რა მოხდა, მე რომ ვიღაცამ გუშინ მაწყენინა, მე დღემდე მომყვება, ანუ სად ვარ ცნობიერებით, წარსულში ვარ, ანუ სულ წარსულში ვარ. მე რომ რაღაცა სულ მინდა, სად ვარ, მომავალში ვარ, რომელიც არ დამდგარა, ესე იგი რა მაქვს, აწმყოდ რომ რჩება, სადაც მე ეხლა ვარ და ეხლა ვარ პასუხისმგებელი, მე რას ვფიქრობ, მე რას აღვიქვავ.
საერთოდ რა მინდა ამ სამყაროში, ეხლა ვწყვეტ ამას, გამიგეთ? ეს არის ახლა ახლა ყოფნა და მდგომარეობა აბსოლუტურად. აი კურდღელს რომ გელი მისდევს და ეს კურდღელი გარბის იმისთვის რომ გადარჩეს და ბოლოს შევარდება სოროში, მაგრამ ის არ ფიქრობს და იქ თავის ახლობლებს არ უყვება, რომ აი გელი მოსდევდა და ვაიმე როგორ ეშინია და იქვე მთავრდება მგელი. რომ შევა ეგრევე წყნარდება და იქ და იმ წუთას მდგომარეობაში გადადის მისი ცნობიერება. ცხოველი დაჟე ჩვენზე ჭკვიანია ამ შემთხვევაში. ჩვენ არა, ჩვენ აი ამ წარსულს ვებღაუჭებით და ნახეთ, უნდა გაუშვათ ეს წარსული. რითი გაუშვათ? ეხლა გავიღვიძო, ეხლა მივხვდე, რომ ის აღარ არსებობს, დამთავრდა, ჩაიარა როგორც იმ კადრმა, როგორც იმ ემოციამ, როგორც იმ ენერგიამ. მაგრამ მე თუ იმაზე ფიქრს დავიწყებ, იმას გავაცოცხლებ იმავე წამს, ისევ ჩემში იქნება. და ყოველთვის ნერვები მექნება მოშლილი. ყოველთვის გამწარებული ვიქნები, ყოველთვის ნაწყენი ვიქნები. გამიგეთ? ცოტა უცხოთ მეჩვენებოდა, აი რაღაცებს ვერ ვიგებდი. ახლა ამ ჟამათ ამ წუთში ყოფნა ფიქრების ნაკადი თავისთავად მოდიოდა და შენ ვერ შეაჩერებ იმ ფიქრების ნაკადს. მაგას უნდა თავისთავად რაღაცა თავისებური ვარჯიშები, იმ ავტომატიზმიდან გამოსვლა რა ავტომატიზმშიც ვარ საერთოდ. და ესეთი მოცემულობით ვარ, დამნაშავე კი არა ვარ, ესეთი მოცემულობით ვარ, ამ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, ხო, იმ რაღაცა ვთქვათ რა ამოცანებიც ყო გადასალახი რა იმის რო გადავახ. უნდა სხეულის დონეზე მოვიდეს, ხო, ეს დაზიანება. მაინტერესებს, აი თქვენი განვითარების პროცესში მარტო ეს გონებრივად წავიდა ეს განვითარება თუ სხეულზე მუშაობაც მიყვანს, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის მე როდესაც ვთქვათ კითხულობდი და ეს უკვე მიზიდავდა ეს ინფორმაცია ძალიან მომეხმარა ფიზიკურ დამატებული პირადად ჩემი გამოცდილებით ვამბობ რომ მარტო გონებრივი არა ვთქვათ მარტო კითხვა, მარტო ფსიქოლოგია სადღაც ჭედავს და როცა ემატება ამას ვარჯიშები, სხვადასხვა ვარჯიშები, მაგალითად დამეწყო ვისთვის ყოველს თავისი ეკა. მე მქონდა კუნდალინი იოგა. მერე აი ნეიროიმპულსური ვარჯიშები, რომელიც ძალიან დამეხმარა. ანუ ის წყენები, ესე უცებ თავიდან გაუშვა და ვთქვათ ის შეგრძნებები, რაც გაქვს, ის ვთქვათ განვლილი ტკივილები, რაც გაქვს, რომელიც გააზრებულიც არ აქვს, რომელიც ორგანოებსაც კიყავს და ფილტრებშია თუ ბლოკებია შენ ხო თავიდან ესე ვერ გაუშვებ და იმ ბლოკებით გატენილი რო გაქვს სხეული აი ესე რომ უკვე მე ხა ამ წუთში უნდა ვიყო და ამჟამად ესე ვერ მოერევი მაგას ხო ამას უნდა ხანგრძლივი გონებაზეც სხეულზეც ხო და ეს მაინტერესებს თქვენ სხეულთან მუშაობა ეს რაც გაგვიზიარებთ კი ბატონო მე კარგი კითხვაა ძალიან მე ერთს გეტყვით, რომ ფიზიკური სხეული, როდესაც აქტიურ მდგომარეობაშია, იგივე ვარჯიში და იგივე იოგა და ნებისმიერი აქტიურობა, თუნდაც ცეკვა. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვიბრაციებს ზრდის, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, არც ერთი და არც მეორე არ გამიკეთები აბსოლუტურად. ანუ არ არის კავშირი ეს ყველაფერი. მე ვივარჯიშებ, თუ არ ვივარჯიშებ, მე უბრალოდ ვიქნები გაცნობიერებული მდგომარეობაში, ერთი მეორეს ხელს აბსოლუტურად არ უშვი. თუმცა რასაკვირველია, მე როდესაც აქტიურად თუნდაც ფეხით სეირნობა მიყვარს ძალიან, მაგ დროს ვგრძნობ, რომ ეს მეხმარება ვიყო აქ და ახლა მდგომარეობაში. ანუ ყურადღების გადატანა ჩვეულებრივ, აი იმ მდგომარეობაში, სადაც ხარ. ეხლა მე რო გავისეირნებ, მე შევიგრძნობ, როგორ გადაადგილდება ჩემი ფეხები, როგორ ვგრძნობ დედამიწას, ჩემს სიმყარეს, როგორ ვგრძნობ. აი რა გარემოშიც მე ვხდები, ვაკვირდები და ის ყველაფერი ჩემს აღქმაში, როგორც ახლა მდგომარეობაში მოხმარება, რომ გავცნობიერდე იმას. გამოდის რომ ინდივიდუალური გამოცდილებაა, ხო, გამოგვიძების ყოველთვის ინდივიდუალურია და ეს შეხვედრებით ამიტომ არის, რომ ყველა თავის ინდივიდუალურ გზას გვიზიარებს. ხო, აბსოლუტურად. ანუ შენ გაგშენი უმაღლესი მდგომარეობა და შენი აზრები, რომელიც მიდიან და მოდიან შეუჩერებელი პროცესია და იმასაც ნუ გაიგივებ, დაუშვი, დარჩენება რომ ისინიც იყვნენ. აზრები ნახე, საიდან მიდიან და მოდიან, ჯერ ერთი ყველაფერი ტკივილებიდან ამოზრდილია, ყველაფერი წარსული გამოცდილებიდან მომდინარეობს. ის კი, ანუ ფეცნობიერი გამოტენილი გვაქვს მთელი ნაგვით და ფეცნობიერი პროგრამებია, რომელიც იქ და ფეცნობიერი პროგრამები წეღან თქვენ რეგრესული ჰიპნოზი რო ახსენეთ,
რეგრესული ჰიპნოზი ძალიან კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ ეს ჩემს საკუთარ თავზე გამოვცადე, გასუფთავდა მთელი ქვეცნობიერი ნაგავი და აი მაშინ, როდესაც შენ ქვეცნობიერს ასუფთავებ, ქვეცნობიერი პროგრამები კი აღარ გმართავს, არა. აქ უკვე გაღვიძებული, პირდაპირ გაცნობიერებული მდგომარეობა მოდის, აბსოლუტურად პირდაპირ გაცნობიერებული მდგომარეობა. და ეგ არის მე ჯანმრთელობა. მე ყველა წამალი გადავყარე, წამის გარეშე მე ვერ სუნთქავდი. და აი ერთი ესეთი გავია ძალიან საინტერესო კაცი მიდის ბრძენთან. ბრძენთან მიდის და ეუბნება, რომ ღმერთო ჩემოო რა, აი შენთან რატომ მოვედიო იციო, შენ ხო ბრძენი ხარო. და უამრავი წიგნი წავიკითხეო კაცო, ყველა მამდენ რაღაცას მიაღწია, ყველა ჭეშმარიტებას ეზიარაო და მე არ ვიცი მეც კი ვკითხულობ, მაგრამ ვერაფერი გამიგიაო და გიხვეწებიო რაო, რაღაცაო რჩევა მომეციო, მითხარიო, თორე წიგნები კი მაქვს, იმდენი მაქვს წაკითხულიო, ამდენი ცოდნაო, აღარ ვიცი საწავიღო, ანუ უბრალოდ თეორიულ ცოდნაზე საუბრობ და შეხედავს, გაიცინებს ეს ბრძენი და ეტყვის, რომ ეხა აქედან რო წახვალო, წადიო, ერთი მეშოკი კარტოფილი იყიდეო, ერთი დიდი ზურგჩანთა იყიდეო და ნებისმიერ განცდილ ნეგატიურ ემოციაზეო თითო კარტოფილი ჩააგდე, ზურგზე მოიკიდე და ისე იარეო. და 2 თვის მერე დაიბარა ეს კაცი და 2 თვის მერე მოდი. ეს კაცი რო წავიდა მართლაც, ყოველ ნეგატიურ ემოციაზე, როგორც ბრძენმა უთხრა, ამას აკეთებდა, აგდებდა ამ კარტოფილს და ზურგით დაატარებდა ზურგჩანთას და 2 თვე გავიდა და მილას-ლას ძლივს, აი ვეღარ სწორდება წელში, ისეთი დამძიმებულია ეს ჩანთა, მიდის ძალიან შეწუხებული სახით ამ ბრძენთან და ეუბნება, რომ ეს რა საშინელი დავალება მომეცი. შენ ხوار გაგიჟდიო საერთოდ ეს რაკენიო, ის დაბლაო კარტოფილებიო, აყროლდაო, ცუდი სუნი აქო, დავდივარ დავატარებ ამ ხელატვირთსო, თან სუნი მაწუხებსო და მოკვდა სიცილით ეს ბრძენი და უთხრა, რომ მეღეო მოგეშორებინაო. და ეს იყო ჭეშმარიტება. მეტი არაფერი არ იყო. და ის ნაგავია ზუსტად, ის ნეგატიური გამოცდილებები, ნეგატიური ემოციები, აზრები, ფიქრები, აღქმები, რომელიც ის კარტოფილებია და დავატარებ ყველა ჩვენგანი. სხვა არაფერი არ არის ეს. და ის ყროლდება, ის გაწუხებს და ის არის ავადმყოფობა მერე. სხვა არაფერი. პირდაპირ გაცნობიერებით. აი ვიბრაციების აწევით, პატიებით. საკუთარ თავთან, მადლიერებით. და ეს კივილებისგან განთავისუფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მე სულ ნაწყენი რო არ უნდა განთავისუფლდე, მე სულ ისეთ ნეგატიურ ემოციებს, როგორიც ან დანაშაულის შეგრძნება, ან ეს ყველაფერი, აი წყენები, ბრაზი. შიში უდევს საფუძვლად და შიში რა არის? შიში არის არ ცოდნა. მე არ ვიცი რაღაცა და ის მაშინებს. და ქრისტეც უბრალოდ ამას ამბობს, რომ შიში რო გადალახო, პირველი რა უნდა გააკეთო, სიმამაცე გამოიჩინე. და მერე გაიგებ, რომ საშიში არაფერი არ ყოფილა. ცოდნის ადამიანი შეშინებული არ არის. ვერც იქნება, იმიტომ რომ მას ყველაფერზე აქვს პასუხი. სიკვდილი არ არსებობს და შიშის საფუძველი საბოლოოდ სიკვდილია, ესე იგი რისი გვეშინია სიკვდილი. და თუ იმას გავაცნობიერებთ, რომ სიკვდილი არ არსებობს, იცი რა, აი ამ გზაზე რო დგები, ჯერ ერთი ვიღაცას გამოგიგზავნის სამყარო, აუცილებლად გამოგიგზავნის და შეგახვედრებს, იმიტომ რომ მარტო ესე ჩვენ ვერ განვითარდებით. აი მარტო ვერავინ ვერ განვითარდება, იცი რატო? ეს ერთი დიდი ფაზლის ნაწილი ვართ ყველა. ის ვიღაცა შენს გვერდით რო ფაზლია, ის გამოგეგზავნება ბოლოს და ბოლოს. რომ შეიკრას ეს სურათი საბოლოოდ. რა თქმა უნდა, მე ერთი ვახსენე, იმიტომ რომ ის ერთი მაინც ყოველ შემთხვევაში. თუმცა უამრავი. ეხლა აქ რო ხართ და ყველა ერთი თემით ვართ დაინტერესებული, ეს ძალიან აბა რა, კარგი კითხვა. პირველ რიგში აქ გასააზრებელია ერთი რაღაცა, იმ ადამიანს უნდა თუ არა საერთოდ, ის გიღებს თუ არა ისეც როგორი ხარ. ნახე, რაც უფრო ადამიანი მაღალ ვიბრაციებში ადიხარ, მით მეტი საშუალება გეძლევა იმისთვის, რომ როგორც შეგამოწმონ. აბა ეხა ესეთი მაგარი ხარ? უფრო მწარე გამოცდილებები მოდის. ჩემში მე პირად გამოცდილებაზე გესაუბრებით ამ შემთხვევაში, მე როდესაც რაღაცა ერთს დავხურავ, უფრო მწარე რაღაცა მეგზავნება, იმისთვის რომ აბა ერთი მე ახლა რას ვიზავ.
და სულ ამ რეჟიმში ვარ. თქვენ არ გეგონოთ, რომ ერთი რო დასრულდება, მერე всё, გავიკვალე, უკვე ველში ვარ და დასრულ. არა. მუდმივი განვითარება, მუდმივი წინსვლა. და ეს არის გზა და თავისუფლება. მუდმივად გზაზე მიდიხარ და უნდა ან თავისუფლოთ, ან შენ თუ გინდა რომ ჭეშმარიტებას ჩასწუდე და ეზიარო. ეს არის გზა მუდმივი. დაბადებიდან გარდაცვალებამდე და გარდაცვალების მერე სხვა სიცოცხლე. მაგრამ იმ სიცოცხლეში, რა სიცოცხლეც შენ აი აქ გინდა შენი თავისთვის და რაც გემეტება, აქვე უნდა საფუძველი მოამზადო. ეცად გინდა ის რომ მოხდე. მე შევადარებდი ახალ ცნობიერებას როგორც surfing-ს, რომ მანამდე თუ დიდი ტალღა მოდიოდა და დაგარტყავდა და გაზიანებდა, და მე შენ უკვე როცა გააცნობიერე ეს პროცესი, ანუ surfing-ი ისწავლე ფაქტიურად, იმ დიდ ტალღებზე უკვე სრიალებ და უკვე ერთობი უკვე რა, ბედნიერებაა შენთვის და აღარ არის ეს დამანგრეველი. ზუსტად ეგ არის ზუსტად გაცნობიერებული მიდგომა, ხო ასე? კი, მაგას ვიტყვი. იკა ის იმაზე უთხრათ ესე იგი, ანუ სხვა ადამიანის დახმარება. სხვა ადამიანის ხო. კი, ანუ სხვა ადამიანი ზუსტად საჯერ უნდა გავიგოთ იმას შვილდება თუ არა საერთოდ, ის გვიღებს თუ არა და თუ ის დაინტერესდა, შენ რა ცოდნაც გაქვს, რა გამოცდილებაც გაქვს, გაუზიარე, ესაუბრე უბრალოდ. და იმის ნებაზია მე იმას ან შეერა, ან უფრო მეტად დაინტერესდება, ან მოგთხოვს რაღაცა საშუალებას რა წავიკითხო, სად გაიგებს ყველაფერი წამიყვანო, წაიყვან, ხო? ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. აუცილებლად თვითონ უნდა დაინტერესდეს. საქმე რაშია, იცი რომ აი პირველ რიგში ჩვენ არ უნდა გვეგონოს რომ ვინმე არის დასახმარებელი. პირველ ამ აზრისგან უნდა გავთავისუფლდეთ. არ უნდა გეგონოს რომ ის რაღაც აბალ ვიბრაციებზე, ჩვენ მაღალ ვიბრაციებზე ვართ და შეგვიძლია დახმარება. ჩვენ იმის განვითარების ის ეტაპი ისე უნდა მივიღოთ სრულყოფილად, როგორც არის. ის იმ დონეზე გადის განვითარებას, თავის გზას გადის. პირველი ნაბიჯი ეს არის, რომ შეიძლება კი, რა თქმა უნდა. პირველი ნაბიჯი ეს არის, რომ ჩვენ მივიღოთ ეს ადამიანი ზუსტად ისეთი, როგორც არის და ვთქვათ, რომ ეს სრულყოფილი წერტილია. თუ ამას მივიღებთ, მე შეგვიძლია უკვე რაღაცების გაკეთება და მანამდე არ აქვს შედეგი. და ჩვენ ეცევად რამის გაკეთება არ გჭირდება. ის სიყვარული, ცნობიერება, რაც არის, თავისი ცხივდება. ჩვენ იქ რომ დადიხარ იმ სამსახურში, იმ ოფისში, უკვე ასხივებ ამას. ოჯახში რომ დადიხარ, ის სიტყვა უფრო აღიზიანებს ადამიანს, თითქოს რაღაცას შევალს აძლევ, რაღაც მითითებას აძლევ და ის ვერ მიიღებს, ამიტომ რომ თulis რომ სწორად ცხოვრობს და თანაც იმას ხო პროგრამები აქვს ახლა ჯერჯერობით შიგნიდან და ის პროგრამები გპასუხობს შენ რეაქციას შენთან პროგრამები შემოდიან და არა თვითონ ადამიანი, არა მისი გაღვიძებული ცნობიერება. ამიტომ ჯობია რომ შენ იცხოვრო მიმღებლურად, ჰარმონიულად ყველასთან და არ გვეგონოს რომ ყველა არის დასახმარებელი. სულიერი გამოღვიძება არ არის ყველასთვის დედამიწაზე. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც შიგნიდან გრძნობენ სტიმულს. და ეს ერთობლივი ველი, ეს კონტინენტის ავსია უკვე ამ გამოსვლების გაზიარებით და ჩვენც აი ამ ნაკადში შევდივართ, რომ იმისთვის არის, რომ ვინც უკვე გრძნობს შიგნიდან ამ სტიმულს, იმას გაეხსნათ. იმისთვის არის რა ეს დასახმარება. და არა იმიტომ, რომ ყველა შევიმივიდეთ და ყველა შევანძღლოთ. აი ეს ამისგან ცოტა ისე თუ ადამიანს სურვილი აქვს ისედაც დადგება ამ გზაზე და ხო, მზეონამ სწორედ აღნიშნა, მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აი მიმღებლობა ეს არის უპირობო სიყვარულის საფუძველი, იმიტომ რომ მე უპირობო სიყვარულამდე ვერ მივარ, თუ მე მიმღებლობა არა მაქვს. და ვის ვიღებ? ყველას აბსოლუტურად. აი ვიღაცა რო ჩემში ნეგატიურ ემოციას იწვევს, ის უნდა მივიღო. აბსოლუტურად ყველაფრის მიმღებლობა ასეთი რა. იმიტომ რომ მოიცა ეხა ვიღაცა დაუშვა ღმერთმა თავისი ნეგატიურობით და ვიღაცა სიყვარულით, ყველა დაუშვა, ხო? ეს ერთი მეორეს აბალანსებს. აბსოლუტურად ყველა გადის თავის საფუძველს. ჩვენც ვიღაცისთვის ძალიან დაბალ დონეზე ვართ. ის ვიღაცა კიდევ ვიღაცისთვის დაბალ დონეზე. მაგრამ ეს დაბალი დონე რაღაც სულიდან ნეგატიური. ხო, არა. ესეც გზა არის და გამოსვლება. და რაც უფრო თუ ამ ახალ ცნობიერებას ქრისტეს ცნობიერებას დაუძახოთ, ხო, სიმბოლურად. რაც უფრო ქრისტეს ცნობიერებაში ვარ, მით უფრო სხვაში იმავეს ვხედავ. სხვანაირად არ არსებობს, რომ ცალკე ადამიანი იყოს რაღაც ცნობიერებაში. ის ხედავს, რომ ეს ერთობლივი ველი ყოფილა და ყველა ადამიანის უკანა ეს ქრისტეს ცნობიერებაა და ქრისტეს ცნობიერების ნაკადი ყველა ადამიანში ჩამოედინება. და ეს ხედვა უკვე არის პირველი დახმარება იმ ადამიანის. ანუ არაფერს არ ეუბნები, არაფერს არ ასწავლის, შეგვასწავლებ, ჩვენ ხედავ იმ ადამიანს
უკვე ასე ვთქვათ, გასულაშებლად განვითარებულად. ჩვენივე ხედვაში. ჩვენ და ეს ხედვა უკვე კურნავს ამ სიტუაციას და იმ ადამიანებს. ეხლა მოვიდიოდი და ბავშვებზე საუბრებოდი. ძალიან საოცარი წიგნია მართლა და არ ვიცი ალბათ გექნებათ საკითხული ოსტატი და მარგარიტა. აი საოცრებაა და ეს პატარა დეტალს ვიხსენებდი, როდესაც ვოლანდის ეცადება ლევი მატე და ის ეუბნება, რომ რატო არ მომესალმეო და ეს ვოლანდი ვინც არის კეთილო სატანია და ეს ლევი მატე არის ქრისტეს მოსწავლე და ის ეუბნება, რომ არ გესალმები, იმიტომ რომ არ მინდა გრძელობა გისურვო, რომ სატანას ეუბნება ლევი მატე და ეს გაიცინებს და შენ კიდე ვერ ჩასწიო. ჯერ კიდევ ვერ ჩასწიო, რა გინდა მონაო ესე ეუბნება და მე მონა არა ვარო. როგორ მე აბა ვინ ხარო, მოწაფე ვარო. ხო, ესეთი და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა სიტყვებია. ანუ ის მათე თავისას მოწაფეს უწოდებს და ამან მონა უწოდებს. რა გინდაო? ხო და მე სიკეთე მინდაო და რა კეთილი ინებეო, მანაც სატანა ეუბნება, ლევი მათეს კეთილი ინებეო და ერთი რაღაც გააცნობიერეო. სიკეთეს რა ფასი ექნებოდა ბოროტება რო არ ყოფილიყო. და ეს არის. ეს ესეთი პროცესი აქვს ჩვენ. ფაქტიურად მასწავლებელი გამო. მასწავლებელი გამო, ზუსტად, აბსოლუტურად. ხო, ეს ზუსტად. და აი ამ გზაზე ჩვენ ზუსტად ესეთი სიმახინჯე არის. აბსოლუტურად. ესეა. სადაც დუალური სადაც ცნობიერება, დუალურია. მაგრამ ერთიან ცნობიერებას ესენი კი არ წყვეტენ არსებობას. ის აღარ არის, განსჯა აღარ არის განკითხვა და ხედავთ, რომ ის სიმახინჯეს თავისი ადგილი აქვს, რასაც ადრე სიმახინჯეს ვეძახდით, ჩვენთვის არის, ჩვენ აღქმაში არის ასე თორე. ის რაღაცა შეიძლება ვიღაცისთვის სილამაზეა რაღაცა. ხო, შემეხო ის თემამეც და ჩემ გამოცდილებასაც გავაზიარებ. შეიძლება ვინმეს რამე ინსაიტი მოგივიდეთ. ხო, მეც მტკივნეულად გავიარე იგი, იმიტომ რომ ძალიან მაღალ ცნობიერების მდგომარეობაში როცა ხარ და მე დაბლა ჩამოდიხარ, რაც უფრო ზევით ხარ, დაბლა ჩამოსვლა მით უფრო მტკივნეულია. ხო, ჩემ შემთხვევაშიც ეგრე მოხდა, ეს energy working-ის რეიკის შესწავლა რო დავიწყე, თერმის სიყვარულის მედიტაციის მე მოვიზიდე ადამიანებისგანაც ვისწავლე. პროცესში მოხდა კუნდალინის აქტივაცია. ნუ კუნდალინი არის ენერგიის რეზერვი და კუნდალინის აქტივაციას თვითონ სული ირჩევს. შენ თქვენ მოახდენ მაგას. შეგიძლია მიახლოებულ მდგომარეობაზე მიხვიდე, მაგრამ კუნდალინის აქტივაცია მაინც სხვა არის და სამ თვეზე მეტხანს არ გრძელდება რა. არც ერთ შემთხვევაში. ხო და მაგიდან ჩამოსვლა ძალიან ისეთი იყო მტკივნეული და კი მაგას აანალიზებ მაგ დროს რო წარსულში ცხოვრობ და ის გენატრება, ისე ყოფნა გენატრება და წარსულში ცხოვრობ, მაგრამ თან მაგედან ვერ გამოდიხარ რაღაც პერიოდში, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა რა. ხო და მე რაც აღმოჩინე მიმღებლობა და ნეიტრალურობის აქტივაცია იყო ყველაზე მარტივი გამოსავალი და ნეიტრალურობაზე მინდა რომ გავაგრძელოთ. ჩემი ყველაზე საინტერესო მიმართულება რეიკის და energy working-ის არის რწმუნებულებებზე მუშაობა რა. იმიტომ რომ რწმუნებულებაც ენერგია. ხო და ეხლა ესე უყურებ, რომ shortcut-ი, ანუ მარტივი გზა შემზღუდველი რწმუნებულებებისგან გასათავისუფლებლად არის ზუსტად ეგ ნეიტრალური ენერგიის კულტივაცია, ანუ იმ მდგომარეობის მოპოვება, როცა ყვავილს უყურებ და არ არქმევ არც ლამას, არც მახინჯს, უბრალოდ ყვავილს. ეგ არის დამკვირვებელი ცნობიერება. ეგ არის დამკვირვებელი ცნობიერება და ეგ არის ის მარტივი გზა და ანუ მე აღარ გჭირდება რომ ეს შენ ქვეცნობიერში ეძიო და ბავშვობის ტრავმები იქექო და ასე შემდეგ უცბად გადადიხარ და ანუ ნეიტრალური ხარ რა, აღარ გეხება ის. ხო და ეს რო გავავრცელოთ, ეს თემა რო გავავრცოთ, კარგი იქნება თქვენი გამოცდილება, თქვენი დამოკიდებულება რწმუნებულებებთან მუშაობაზე და არა, ზოგადად რწმუნებულება, იმიტომ რომ აი მაშინ მაგასაც გავავრცელებ, ანუ ეგ უკვე მეცნიერულადაც დადგენილია, რომ დამკვირვებელს აქვს გავლენა ატომზე, ანუ
კვანტური ფიზიკა ადასტურებს, რომ ატომი რომელსაც აკვირდები, მასზე გავლენა გაქვს, სადღაც 1/4 კვლევებიც ადასტურებს, ანუ შენს თავზე, სამყაროზე რისიც გჯერა, მაგ ექსპერიენს, მაგ გამოცდილებას გადიხარ. და მაგ რწმუნებულების შეცვლით გეცვლება გამოცდილება, შენი რეალობა და ეს კვანტური შიფტინგი მაგას ქვია, რომ უცბად ერთი რეალობიდან გადადიხარ მეორე რეალობაში. ხო და რწმუნებულებათა სისტემა არის ყველაზე ესეთი შორტკათი მაგისთვის, რომ რეალობა ცნობიერების მდგომარეობა შეიცვალო და საჭიროა ძალიან მაგაზე მუშაობა. ადამიანს მინდა რომ უფრო მეტი გამოცდილება დავიგროვო მაგაში და მე სხვებთანაც ვიმუშაოთ და ხო მაგაზე მაინტერესებდა თქვენი ხედვა და კი, მე გეტყვით, ანუ ყველას თავისი გზა აქვს, როგორც წეღანძო ახსენეთ, მაგრამ ნახეთ, მე რომელი გზაც გავიარე, მე ზუსტად ის ცნობიერება უნდა გამესუფთავები. მე პირდაპირ ესეთი დამკვირვებელი ცნობიერება, რომ მოვინდო მე ჩამერთო, ვერ ჩავხდე. იმიტომ რომ ნახეთ, ჩემი აღქმა იმდენად სუბიექტური იყო, რომ შენ სუბიექტური რეალობიდან ვერ გააცნობიერებ იმ ობიექტურ რეალობას. უნდა გამოხვიდე აქედან. და ეს რომ აქედან რომ გამოხვიდე, ზუსტად ის ქვეცნობიერი პროგრამები, რომლებიც გმართავენ, შენი უზრუნველყოფა ის პროგრამაა გაშვებული, ხო? იმ პროგრამის განეიტრალებაა საჭირო, როგორც განაიარაღო, ასე ვთქვათ, ხო? ის ბლოკავს შენს ცნობიერების იმ დონეს, სადაც შენ ჭეშმარიტებას ეცნობი და ცდომა გაქვს იმასთან. და მე ეს გზა გავიარე, მე რეგრესული სიტუაცი რომ გავიარე, წეღანაც ვახსენე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ცხოვრებაში, დედის მუცლიდან დღემდე რაც გამომივლია, ეს პროგრამები გავუშვი. აი იმ კარტოფილების მსგავსად მოვიშორე. და ეს იყო ჩემი გზა და მე მივხვდი, რომ სხვანაირი დამეწყო აღქმა შეიცვალა. სულ ყველაფერი, ანუ როგორ იცი, ანუ ყველაფერს ხო თავისი მიზეზის და შედეგის კანონი აქვს და მიზეზი და შედეგი, აი კარმაც კი აღარ არის მე, იმდენად გაცნობიერებული, აი კარმის რგოლებიდან გამოდიხარ ჯაჭვიშლება, ირღვევა, პირდაპირი გაცნობიერება, ახალი, სრულად პირდაპირი გაცნობიერება. აი ადამიანი ერთფერ რომ ხდება მაგ მდგომარეობაში, თქვენსაც შეიძლება რომ გამოვიდეს, ხო? იმიტომ რომ აქაც პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მე ყოფილი ვარ აქამდე, დაჟე ჩვენ გვისაუბრია, რომ აი მე იქ ვიყავ, მე ეს ყველაფერი განვიცადი, აი სიყვარული წეღარაც გითხარით, რომ წემლები მომდიოდა, მაგის მეორე დღეს ზუსტად ჩემში დაიბადა შემოქმედება, მე გამეხსნა ეს ხელის ჩაკრა და მე კალამს რო ხელი მოვკიდე, ჩემში თავისით იწერებოდა რაღაცა და საოცარი რაღაცები დავწერე სიყვარულზე და ამ გაცნობიერებულ მდგომარეობაზე მე არ წერდი, ჩემში რაღაც წერდა. უბრალოდ გამტარი ვიყავი ეს ხელი თვითონ თავისით აკეთებდა ყველაფერს და მესამე დღეს, მაგის მესამე დღეს მე რომ მესამე თვალი გამეხსნა, ეს იყო არ ვიცი, აი ხალხო, ღმერთო ჩემო, ეს იყო ნეტარება. იმხელა სიამოვნება ისეთი იყო, რომ აი ყოველგვარ ორგაზმზე უმაღლესი იყო ეს. და ეს განვიცადე. და მე ეს ყველაფერი დამთავრდა. და იცი როგორ მეწოდებოდა? აი ღმერთო, სადავარ, ეხლა სადავარ, მე ის განვიცადე და ეხლა რა მომივიდა, სად ჩამოვვარდი. და ეს ყველაფერი გავლენებია, პასუხისმგებლობა დავკარგე. რის შედეგად მიმღებლობის, პატიების, მადლიერების, ეს ყველაფერი საფუძველი იყო, რომ მე გული გამხსნოდა. და მე მუდმივად ისევ აი ამ გზის გამოსწორებაზე. მაგრამ ისინძეონა, ჩემი შვილი მეუბნებოდა ყოველთვის, ეს ჩემი შვილია, არქოზის შვილი. და ეს მეუბნებოდა, რომ დედა იცი რა, შენ ჯერ ჭუპრი ხარ. პირდაპირ მეუბნებოდა და ღმერთო, როდის გავხდები პეპელად? დაიცადე მეუბნებოდა. ეს ჩემი მასწავლებელი იყო უდიდესი და არის დღემდე. და ჩვენ ერთმანეთის მასწავლებლები ვართ. იმ მდგომარეობაში რომ გამეცნობიერებინა ვინ ვიყავი მე და ყველაფერზე პასუხი მქონდა, იმიტომ რომ მე ამის მჯეროდა. ანუ ეჭვი არ მეპარებოდა. არ მიიჩნდებოდა კიდევ სხვა კითხვა, იმიტომ რომ კითხვას როცა სვავ, მოელი პასუხს. და მე ეს მქონდა. და კი, ყველანაირი აბსოლუტურად ისე რომ ჩემ თავს ხშირად სარკეში ვუყურებდი და უბრალოდ თვალებში რომ ვუყურებდი ჩემს ანარეკლს, ვიღებდი უამრავ ცოდნას.
მაგრამ ძალიან მარტივად შემიძლია გამოსვლა წყობიდან მართლა და მართლა ძალიან მტკივნეული იყო ეგ. მაგრამ როგორც კი მივდიოდი აქამდე, აუცილებლად მეხსნებოდა იმის ენერგია, რომ დამეხატა. ზოგადად ვხატავ მე და ყოველთვის ავიღებდი რაღაც ფურცელს, ფუნჯებს არა, იმით ხატავ ფანქრით და ყოველთვის საოცრებებს ხატავდი ხოლმე და მერე უკვე ჩვეულებრივი მდგომარეობაში რო ვიყავი და ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ეხლა რომ ეს დავხატო. დღემდე მაქვს დაწყებული ერთი ნახატი, რომელსაც ვერ ვამთავრებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ მომიპოვებია სიმშვიდე. იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა ცოტა ისეთი არეული პერიოდია, რომელსაც ვუწოდებ, რომ უმიზეზო არაფერია და ეხლა საჭიროა, რომ ესეთ მძიმე პერიოდს გავდივარ. ზოგადად, ყველაფრისთვის საჭიროა ყველაფერი, რაც ხდება. ამიტომ თუ კი რამე ხდება თქვენს ცხოვრებაში, არ უნდა თქვათ, რომ ვაიმე და რაღაც, მიიღეთ, დააჯეროთ თქვენ თავს, რომ ეს საჭიროა, იმიტომ რომ მე მომელის, ესეც გაიგვის, არ იქნება სულ ესე მოვა ის, რაც მოსასვლელია. არ დააძალოთ რაღაცეებს მოსვლა. და როგორც კი ამას დაიჯერებთ, მით უფრო მალე გავად დრო და მოვა ის დრო, რომ მოვიდეს ეს ყველაფერი. ეს ვოლანტზე და მათ ლევიზე. აი ჩვენ რასაც დაბალს და მაღალს ვეძახით ზოგადად და ის უღაჟღერებთ, რომ ის დაბალი ცნობიერების და ის მაღალის და რეალურად რამდენად ერთიანია ეს ყველაფერი, აი ზუსტად მაგ მომენტში ჩანს შესანიშნავად, რომ ქრისტიანო თხოვნით აგზავნის მათელევის სატანასთან, ვოლანტთან ჩვეულებრივად, იმდენად ძმაკაცურად ესე რომ ვთქვათ, ერთიანი ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ გამოყოფა არ არის და თუნდაც მაგ ნაწარმოებში ვოლანტი არ არის განხილული, როგორც ბოროტი პერსონაჟი. ძალიან სამართლიანი, სრულიად სამართლიანი, ადამიანურ თვალსაზრისიდანაც და აი სამყაროს კანონზომიერებასთან ჰარმონიაში. აბსოლუტურად არანაირ წესს არ არღვევს და პირიქით ეკითხება, რომ შენთან რატო არ გამოვაგზავნო ეს კაციო? მან ხო საერთოდ საერთოდ საოცარი მომენტია. და შესაბამისად, რაც თხოვეს, შეუსრულა სრულიად. ზუსტად. ძალიან საინტერესოა, მადლობა კითხვისთვის. აი მან დავასრულებ, ესე იგი ლევი მათე რომ გააგზავნა ქრისტემ. უთხრა რომ მოკლედ დავალება იყო ასეთი რომ ოსტატიო და მარგარიტა შენთან წაიყვანეო. სატანას დავალებას აძლევს და რატომ თვითონ არ მიხავსო ქრისტესო? იმიტომ რომ მათ მხოლოდ სიმშვიდე მოიპოვესო. ნახე, სიმშვიდე არ არის მხოლოდ ის გარანტი რომ შენ ეზიარო ესე იგი უმაღლეს ჭეშმარიტებას. სიმშვიდის მერე ხდება აი ამ ყველაფრის გაცნობიერება და ის კიდე დიდი გზა სავალი. სიყვარული იერარქიულია. მათ სიყვარული ჰქონდათ, მაგრამ მიწიერ დონეზე და მოიპოვეს სიმშვიდე. მაგრამ სიმშვიდეს ვერ გასცდნენ. და ამიტომ ისევ აქ დაუტოვა მას, ასე ვთქვათ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი, სიკეთეს ფასი არ ექნება თუ არ იქნება ბოროტება, ერთი მთლიანობაა. ერთი მთლიანობა, აი გნებავთ მედლის ორი მხარე, ისიც საჭიროა და ესეც საჭიროა. ერთი მეორეს აბალანსებს. და ღმერთი, აი რაღაცა ღმერთს რო რაღაცა მიანიჭო, რომ რა არის ღმერთი და შემოქმედი, აი ატრიბუტების დონეზე, ღმერთი არის ჭეშმარიტება, ღმერთი არის სიყვარული და ღმერთი არის ზომიერება და ბალანსი. და ადამიანს ეს ყველაფერი დარღვეული აქვს. სიყვარული არ შეგვიძლია გვაქვს პატივმოყვარეობა. და პატივმოყვარეობა ეგოს თამაშებია, ჩამოვარდნილები ვართ, ქვემოთ ვართ. სიყვარულის ნაკლებობაა ეს პატივმოყვარეობა, სიბრძნე არა გვაქვს და ბრიყვები ვართ, იმიტომ რომ მძინარე მდგომარეობაში ვართ და ბალანსი გვაქვს დარღვეული და ხარბები ვართ. ამ გზაზე შედგომა. ეს არის არა, რატო? იქნება არასოდეს არ მხვდება ტიპიალი, ესე იგი გამოდის რომ ვაიმე რა მეშველება, არაფერი არ მეშველება, არ არის ეს. არაფერს არ უნდა დაელოდოთ. ყველას ჩვენი ინდივიდუალური გზა გვაქვს და ამ გზაზე შენ დგეხარ უკვე. და შენ არჩევანია ამ გზას როგორ გაივლი. ნურც ერთი ადამიანი დაელოდება ნურც ტყუპის თავს და ნურც ხო ესეა.
ანუ იქნება საერთოდ მარტო ვრჩები ამ სამყაროში, ვის ველოდო, არ განვითარდე? თუ დავშე ერთ ადგილას. შიში შეცნობა ზუსტად გაცნობიერებული მდგომარეობა, ანუ მაღალ ვიბრაციულ ველში შენი ცნობიერების გადასვლა. ნახე, მე მეშინია, იმიტომ რომ არ ვიცი. და შიშის საფუძველი სიკვდილია, ანულის მეშინია, საბოლოოდ სიკვდილის. როდესაც ადამიანის ცნობიერებას ზრდის, ის სხვა სიხშირეზე გადადის. სიხშირე უნდა გავზარდოთ, ესე იგი ჩვენ ვახსენეთ მიმღებლობა, პატიება, მაძლიერება და საბოლოოდ ეს ყველაფერი მომწიფება იმისთვის, რომ ჩემი გულის ცნობიერება გაიხსნას. ანუ გული კიდე ცალკე ცნობიერებაა. 40,000 ნეირონი აქვს გულს, როგორც ტვინი. ანუ გული კიდე ცალკე ცნობიერებაა და ეს კიდეც სხვა არის. ეს უკვე ჭეშმარიტებასთან წვდომა, მაგრამ გული არის დამაკავშირებელი, ზუსტად ის ხიდი ჩემს დაბალ მესა და უმაღლეს მეს შორის. და მე ყველა შიში გაუცნობიერებელია, რეალურად შიში იმიტომ ქვია. ადამიანის საწყისი ბუნებაა. ხო, ზუსტად. რომლის ტრანსფორმაციისთვის ხარ დაბადებული. აიყვანო მაღალ ვიბრაციულ ენერგიას. ანუ ინსტინქტური ცნობიერებიდან გადადიხარ გაცნობიერებულ მდგომარეობაში. შიში ხო ინსტინქტებია. მე რო შიში დამეუფლა, ჩემი ინსტინქტური ქცევა გამოვლინდა, რაღაცა რეაგირება უნდა მოვახდინო. მაგრამ შიში არ დავრჩები და ნახეში ენერგია ყოველთვის ტრანსფორმირდება, ემოცია ყოველთვის ტრანსფორმირდება. მე რო შიში განვიცადე, სიბრაძეში ავიყვანე. სიბრაძე კიდე ცოტა მაღალი სიხშირის ვიბრაცია, ვიდრე შიში. შიში 100 ჰერცია და გაბრაზება არის 175. ანუ ეს ჩემში ხო როგორც ენერგია ისია შიში. მე შიში როგორც ტრანსფორმაციული წყარო უნდა გამოვიყენო და გავზარდო. საით მივმართავ აი ამ შიშის ენერგიას, ესეც ჩემზეა დამოკიდებული, გამიგეთ? ერთი ჩვენი საერთოდ აი ზუსტად. აი ეს მინდა ზუსტად მაგაზე გავაზიარო ჩვენი ერთ-ერთი გამოცდილება. ძალიან წინააღმდეგი ვიყავით ხოლმე ჩვენ შიშის, მარტო სიყვარული აღიარებით თავიდან და ეს რუსთაველსა ხო ეს შიში შეიქმს სიყვარულს ხო ნუ ამის ხო ძალიან წინააღმდეგი რა თქვია ესე იგი ადამიანთა შიში ყავდეს რომ მე ასე ასწავლო სიყვარული და ესე გვდიან და მე მედიტაციაში ნამდვილად ერთად განამდროს მედიტაციებით მე თიკას სამიციდაც საყვარელი არის და მედიტაციებში აღმოჩნდა ისეთი რამე აი გავაცებულები ვაიმე შიში შეექს სიყვარულს აღმოჩნდა რომ ჩვენ შევედი ჩვენ შიშებში ანუ გაცნობიერებულად და ეს შიშები რომელიც ფონად მისდევს ჩვენს არსებობას რომ გაჩუმდები შენ რო გაჩუმდები და აზრების მიღმა გადიხარ ცნობების მიღმა იქ ამ ფონს გრძნობ და ეხლა ყოველდღურად რომ დავდივარ და ვერ ვამჩნევთ იქ მედიტაციაში ამჩნევ რომ თურმე ღმერთო ჩემო რა სტრესში ვცხოვრობ ეს ჩემში შიგნით რა ხდება და არის შიში არ არსებობის ანუ სიკვდილი ადამიანთვის ასოცირდება არ არსებობასთან და იმიტომ ყოველთვის უნდა რომ აქტიური იყოს ადამიანს ლაპარაკოს რომ რაღაც თავის დაამტკიცოს რომ თვითონ არსებობს ხო და მე ჩვენ რო დავაკვირდით ამ შიშს და ეს შიში რადგანაც გაცნობიერდა და სინათლე მოხვდა ანუ ცნობიერების სინათლე მოხვდა ნელა მედიტაციურად ამოვიდა ზემოთ ამოვიდა გულში და გადაიქცა სიყვარულად და ეს იყო ჩვენი აღმოჩენა პრაქტიკულად განვიცადეთ რომ შიში რომელიც ჩვენ მივიღეთ ანუ გავაცნობიერეთ ზოლა არ დაუწყოთ უბრალოდ შევხედეთ და ისეთი სიმამაცე გქონდა რომ დავინახეთაში დანახვა უკვე მოქმედება არის გაცნობიერება უკვე მოქმედება არის ესე ამოვიდა და გადაიქცა სიყვარული თურმე შიში შეიქმს სიყვარულს ზუსტად და მაშინ იყო არ ვიცი აი პირილიც გვინდოდა სიცილიც გვინდოდა ისეთი მდგომარეობა იყო ეს რომ ზუსტად ანუ ზუსტად ჩავეხუტეთ ანუ ნებისმიერი შიში და ყველაფერი შიშია ნეგატიური ემოცია საბოლოოდ შიშია აი მის ტრანსფორმაცია ყველას შეუძლია სიყვარულში გარდაქმნით საქმე იმაშია რომ ეხლა რაც კურსები მადლობა თვითონ რაც კურსები არის რაც რაღაც განვითარების მიმდინარეობებია ეხლა ინტერნეტში ჩვენთან და რაც ჩვენ რა ვიცი ბევრი უმრავლესობა ჩვენგანი გადის ძირითადად მიმართულია პიროვნული გამოვლინებისკენ პიროვნული განვითარებისკენ და იქაც მანდაც რომ გვესაუბრებიან ხოლმე რაღაც ჩვენს ინდივიდუალური მეს ნამდვილად გამოვლინებას მაინც პიროვნული მე იგულისხმება არ გადადის სულიერებაში სულიერი მე კიდევ უფრო სხვა არის ნამდვილი სულიერი გაცნობიერებული მე ეს კიდევ უფრო სხვა რამე არის ანუ აქ ამ კურსებში ამ მიმდინარეობებში რასაც გიხსნიან გამოდის ისე რომ
შენ თვითონ უნდა იყავო შენი მე რომ მე ეს ცხოვრება გააგრძელო უკვე კარგად რა რაღაც წარმატებული იყო მოკლედ გინდა შენ პროფესიაში გინდა ადამიანთან ურთიერთობებში სულიერი მე კიდევ სხვა რამე არის ეს ცხოვრებისეული წარმატებისთვის კი არ არის ნამდვილი მე არის შენი ნამდვილი ჭეშმარიტი არსი რაც უკვე ხარ ყოველთვის იყავი ხარ და იქნები ეს თვითონ ღმერთი რო ამბობს მე ვარო აი ადამიანში ხო აი ამის შეცნობას ვცდილობ სულიერებაში სულიერ განვითარება ეგ არის აი ხდება მედიტაციებით გაცნობიერების პრაქტიკებით თვითჩაღრმავებით მე ვერ გეტყვი რომ ეს აუცილებლად წარმატებული გახდები ამ შეცნობის მერე ადამიანი წარმატებას აი მას აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა ასეთი მესთვის აღარაფერი აღარ არსებობს განსხვავებული რა ყველაფერი საინტერესოა ყველაფერი თავგადასავალია და ყველაფერი სულერთია სულ ერთია დიდი მადლობა თქვენ უდიდესი მადლობა მოსვლისთვის, გაზიარებისთვის და სიყვარულის. დიდი მადლობა საყვარელი. ძალიან